უწყვეტი პროტესტის 74 და რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტი ქალის მზია ამაღლობელი შიმშილობიდან 29 დღეა. პაატა ბურჭულაძეს თბილისის ოპერის თეატრში არ უშვებენ. პუჩის მიერ დახვრეტილი შვილის დედა საკონსტიტუციო გადატრიალების გაპროტესტებისთვის დატუსაღებული მეორე შვილის გათავისუფლებას ათეულობით უსამართლოდ დაპატიმრებულის მშობელთან და ოჯახის წევრებთან ერთად ითხოვს. მამებისა და შვილების მარშში ახალგარდაცვლილი შვილის გამოსახულებიანი ჰუდით მონაწილეობისთვის ჯერ პოლიცია აიდენტიფიცირებს და მერე მოსამართლე 5000 ლარიან სასჯელს ადებს ბუკა პეტრიაშვილს. ქუთაისში მოწყობილი აქციისთვის, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, მასწავლებლებს, მეცნიერებს და მომღერლებს პატიმრობით ან 5000 ლარიანი ჯარიმით ემუქრება რეჟიმი. ჟურნალისტ ქალს საკუთარი ღირსება იმაზე მეტად უღირს, ვიდრე რეჟიმის მსახურ ყველა მამაკაცს ერთად აღებული. უზურპატორს იაპონიიდანაც მიანიშნეს ამ კვირას, რომ ვერც თავად, ვერც მისი ოჯახის წევრები თავს მშვიდად და კომფორტულად ვერსად იგრძნობენ, სადაც თავისუფალი სამყაროს წესები მოქმედებს. და სანქციების სუსხი ყოველდღიურად გაიზრდება, სანამ მის უზურპატორულ ვნებას საბოლოოდ არ გაყინავს და გაახევებს. ქართული ეკონომიკა პოლიტიკური იზოლაციის პირველ შედეგებს უკვე იმკის. შემოსავლები კლებულობს, დევნილები პროტესტის ნიშნად სიცოცხლეს თავის დაწვით ამთავრებენ. ოცნების ფუფუნებისკენ სწრაფვას კი ზღვარი არ აქვს. საზღვარზე მსოფლიოში აღიარებულ მართლმადიდებელ თეოლოგს არ უშვებენ, რადგან ვლადიმირს და კირილს არ უყვართ. საპატრიარქო დუმს არა მარტო ამ ფაქტზე. ალბათ ჯობს დუმდეს, ვიდრე ის გვესმოდეს, რასაც ძალადობრივ და კორუმპირებულ სისტემასთან შეზრდილ შესიწლხორცებული პირები მისი სახელით ამბობენ ხოლმე. ქართული კოშმარი, არა კაცები ქალების ძალის წინააღმდეგ და მოქალაქე ჟურნალისტი. ეს იმ ვრცელი სიუჟეტების სათაურებია, რომლებიც დროების ჟურნალისტებმა რატი მუჯირმა, თინათინ ერაძემ, თეკლა თარგამაძემ დღევანდელი გამოშვებისთვის მოგიმზადეს. ასეთ საქართველოზე თავისუფლების და ევროპული მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლის დღევანდელ ფაზაზე ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებსა და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე, მის გავლენაზე, ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პერსპექტივაზე ვისაუბრებთ პოლიტიკურ ლიდერებთან. გადაცემის დასაწყისში ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძეს დაუსვამთ კითხვებს. მოგვიანებით კი ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია შემოგვიერთდება, მათ დღეს ყრილობა ჰქონდათ. პარალელურად ჩვენი გადამღები ჯგუფის მეშვეობით თვალს მივადევნებთ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ტრადიციულ საღამოს საპროტესტო შეკრებას, გუშინ ღამით ფაქტობრივად უკვე დაშლილი აქციის ფონზე საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის დემონსტრირებამ და დაძაბულობის ხელოვნურად პროვოცირებამ დღევანდელი საღამოს შეკრების მიმართ ინტერესი ცხადია გაზარდა. რა ხდება აი? რა ასელოდებოდი მე? კაცის გადასამყარდა აღლუმია იმენა. აღლუმი.
ეს ხდებოდა გუშინ რუსთაველზე. ამ მომენტისთვის პარლამენტის წინ იკრიბებიან აქციის მონაწილეები, ჯერჯერობით სიმშვიდეა. პოლიცია იქ არის, როგორც ყოველთვის. დავაკვირდებით ვითარებას უზურპირებული პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის წინ არსებულ ვითარებაზე ჩვენი ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი ჩაგვერთვება.